ნიღბების გზავის გზა გავლილი აქვს თავის დროზე იანუკოვიჩის უკრაინას. ეგ გზა არის რუსული გზა. ნიღბები არ გაიკეთეთო და მე ჩვენ როგორ ეს მოგწამლავთო და მოგუდავთო დარჩით რუსთაველზე გაგუდულების სული სიგიჟეა მართლა გეუბნები. დრაკონული კანონები არის მიმართული იმაზე, რომ გარკვეული თავისუფლება შეზღუდოს ადამიანებს. ზუსტად იგივე კანონები მიიღეს 2011-12 წლებში ბალოტნაირის მოვლენების დროს რუსეთში. ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ შეკრების მონაწილეებს უნდა აეკრძალოთ ნიღბის ტარება. მიუხედავად იმისა, რომ ლექციებზე ვერ ხვდებით ეს დღეებია და ვერ ვაახლებთ ცოდნას გამოხატვის თავისუფლების სფეროში, მინდა ამ ვიდეოთი გირჩევთ წაიკითხოთ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება იბრაგიმოვა რუსეთის წინააღმდეგ. რაც უნდა ნიღაბი აკრძალონ, რაც უნდა კანონიერი საშუალებები აკრძალონ, კრიმინალიზებად მოხდინეს. ამის ეს სიგიჟეზე მივხვდეთ. ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ აჩვენებს ავტორიტარიზმის მორიგ გამოვლენებას, რომელიც სრულიად უკანონოა. რეჟიმი არის სუსტი, ამიტომაც იღებს ამ აბსურდულ კანონებს. რაღაცა კანონებს იღებენ, რაღაცას წერენ ფურცლებზე და ეს არ არის არც რაიმე საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი. არის ასევე სხვა ნიღბების, რომელსაც შეიძლება უკეთ დაგვიწოს. რამდენად სწორია ამ უფლების ჩამორთმევა ადამიანებისთვის. ამის აკრძალვა ჩემთვის დანაშაულს ნიშნავს. რუსული დღის წესრიგით არის წასვლა, მაგრამ ამას ჩვენ არ ექნება არავითარი აზრი. ჩვენ ვივლით ყაბალახით, ეს არის მშვენიერი საბურავი, ამით დავიცავთ თავს და ამით კიდევ ერთხელ გავუსვავთ ხაზს, რომ ეს არის ბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. დააკავეთ ნიღბიანი ადამიანების სასწრაფოდ წერს სოციალურ ქსელში ტრამპი. მისივე განცხადებით აქციებზე ნიღბების ტარებაც აიკრძალება.